აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივათა და ორგანიზებით ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამინისტროს უწყებაში შემავალი სახელოვნებო სკოლების გალა კონცერტი. ახალი თაობა ხელოვნებისთვის გაიმართა ღონისძიებაში ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლა, ასევე ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო, აჭარის ხალხური ხელოვნებისა და ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლები მონაწილეობდნენ. საკონცერტო პროგრამის ფარგლებში ახალი თაობის ტალანტებმა საფორტეპიანო და საგუნდო, ასევე საბალეტო ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს. გალა კონცერტამდე გაიმართა სახელოვნებო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და თვალიერება. ღონისძიების მიზანია ტალანტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, მათი პროფესიული უნარების განვითარება, შემოქმედებით პროცესებში ჩართვის ხელშეწყობა. დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო კონცერტი იყო, იმიტომ რომ კულტურის სამინისტროსთან არსებული სიპები და აიპების შემოქმედებითი ახალგაზრდა ჯგუფები იყვნენ წარმოდგენილები, როგორც თავენთი გამოფენით, ისევე მუსიკალური ნომრებით, რაც ძალიან სასიხარულოა, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარის რეგიონში არის უამრავი სახელოვნებო უდიდესი მუხტი, რომელიც გრძელდება, რომელიც ყოველთვის იყო, მაგრამ ეხლაც ეს გრძელდება და მათ როგორც სამინისტროს და როგორც მინისტრის, ასე ვთქვათ, ჩემი ვალდებულება ის არის, რომ მათ ხელი შეუწყოთ, რა თქმა უნდა, და უფრო მეტი ესეთი კონცერტები და გამოფენები გავუკეთოთ მათ და ხელი შეუწყოთ ამაში. ეს მოსწავლეები მუშაობენ თექაზე, ასევე მუშაობენ ნაქარგობაზე, კინთი და ჩხირით ნაკსოვებზე, აქ წარმოდგენილი გაქვთ ყველა ნამუშევარი, ასევე არის სამკაული შედგენაზე, კომპოზიციური განაწილებაზე. თექა არის, როგორც ვახსენეთ, თექა არის როგორც მშრალი, ისევე სველი ტექნიკით. მშრალ ტექნიკაში შედის ჩვეულებრივი ნემსით მუშაობა, სველ ტექნიკაში აუცილებლად უნდა იყოს საპნით მუშაობა და მისი მოთელვა.